ეს არის თბილის არხი, რადიო იმედზე. გზაზე ჭიტანავასთან ერთად. Rundებით პირდაპირ ეთერში დილის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას 11 საათი 15 წუთი გახლავთ და რადიო იმედის სტუდიაში ჩვენ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს ბატონ გოგი ჩიკოვანს ფასფიზლობთ დილომშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ გოგისთან ერთად ჩვენ გამოვეხმაურებით სამშენებლო უსაფრთხოების კონტროლის შესაძლებლობებს, ასევე ინერტული ნარჩენით გარემოს დავინძურების აღკვეთის საშუალებებს და რამდენადაც მოვასწრებთ ექსპლუატაციაში, ბინების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურებსაც გამოვეხმაურებით. ალბათ ჩვენ დიალოგი მაინც უნდა დავიწყოთ სამშენებლო უსაფრთხოების კონტროლის კუთხით, იმიტომ რომ ჩვენს რეალობაში სამშენებლო ბიზნესი ის ყველაზე მნიშვნელოვანი მედეგი და აქტიური აღმოჩნდა, რომელიც იგივე კოვიდის დროსაც განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო იგივე სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ ბიზნესს შეენარჩუნებინა თავისი პოზიციები და სამშენებლო ბიზნესის განვითარებას და ევოლუციას თბილისი გრძნობს საქართველოში თუ გრძნობს, რა თქმა უნდა, სხვა დიდ ქალაქებთან ერთად, მაგრამ თბილისი ალბათ მაინც განსაკუთრებულად რა მოცემულობა გაგვაჩნია ჩვენ იმ რეალობაში, როდესაც როგორც იქნა ქალაქს გააჩნია განვითარების გენერალური გეგმა და დოკუმენტი გენერალური და ვაწყდებით თუ არა ისეთ ფაქტებს, რომელიც უკანონო მშენებლობას გულისხმობს არა მხოლოდ უკანონო ფორმით აგებას შენობისა, არამედ ტერიტორიის ნაწილშიც კანონიერების კუთხეს, იმიტომ რომ ჩვენ ადრე გქონდა მსგავსი გამოწვევები, ახლა ეთერამდე საუბრობდით, რომ მე მეგონა რომ ეს ნაკლებად იყო, თუმცა ახლაც არის მსგავსი მოცემულობა. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც მუნიციპალური ინსპექცია ჩვენ ვართ დედაქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი საქალაქო სამსახური, რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა დედაქალაქში. რას გულისხმობს აღნიშნული ნაწილი? პირველ რიგში გულისხმობს სამშენებლო პროცესის და როგორც თქვენ აღნიშნეთ, სამშენებლო სექტორი ძალიან აქტიურია დედაქალაქში და ზოგადად ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი წილი შეაქვს სამშენებლო სექტორს. სამშენებლო სექტორის სწორად განვითარების კუთხით მუნიციპალურ ინსპექციას ძალიან დიდი როლი აქვს იმ მიმართულებით, რომ აკონტროლოს სამშენებლო საქმიანობა შესაბამისობაში იყოს იმ სანებართო პირობებთან, რომელიც დადგენილია, ასე ვთქვათ, შესაბამისი სამსახურების მიერ. გარდა ამისა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სანებართო პირობებთან შესაბამისობას, ასევე ვაკონტროლებთ, რომ სამშენებლო საქმიანობა პროცესი წარიმართოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით და ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, უნებართო მშენებლობის ნაწილში რეაგირება და ასევე უნებართო და სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე როცა არის მცდელობა მიწების უკანონო დაკავების და ამ დაკავებულ ტერიტორიაზე შემდგომ უკანონო მშენებლობების ამ ნაწილშიც ჩვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი, როგორც რეაგირების, ასევე პრევენციის კუთხით. დედაქალაქში 2024 წელს ჩვენ 1300-მდე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე შევისწავლეთ, გარდა ამისა 1000-ობით საკითხია, სადაც ფინანსურ სანქციამდე არ მივიდა ის ნაწილი და ჩვენი მითითების შესაბამისად გამოსწორდა და ასევე დაახლოებით 100,000-ზე მეტი კვადრატული მიწა, რომელიც იყო სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის და არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, როცა იყო ამის დაკავებული ჰქონდათ უკანონოდ აღნიშნული მიწის ტერიტორიები, მუნიციპალურ ინსპექციამ ჩავატარეთ შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები და გამოვათავისუფლეთ აღნიშნული მიწა და ასევე გარკვეული ღონისძიებები დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოვახდინეთ აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟის.
მეგოგი თქვენ აღნიშნეთ რომ არაერთი საქმე იყო ეს წლევანდელი წელი აღნიშნეთ და მანამდე რამდენი იქნება და რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ზოგადად სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მშენებლობის საკითხებს ან ამ ტერიტორიების უკანონოდ მითვისების მცდელობას. ჩვენ მსგავსი მოცემულობა ბევრი წლის წინ უფრო მკვეთრად გვახსოვს და ჯამში ალბათ ყველაფერი ერთად მიქსი არის ამ ყველაფრის მიზეზი ერთი სოციალური, მეორე თქვათ მაშინ ნაკლები კონტროლი და მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი სისუსტე მოქალაქეთა თვალში, მესამე რაღაცა ბარიერები რომელიც გაფორმების ფორმალურ ნაწილს ეხება. ალბათ ეს ყველაფერი კომპლექსურად წარმოადგენდა იმის მიზეზს რომ ცოტა ძალიან ხშირი იყო მსგავსი ფაქტები. დღეს რა მოცემულობა არის საკანონმდებლო ბაზის კუთხით იმისთვის რომ ამ მიზეზებიდან ის ნაწილი რომელიც ბარიერებს უკავშირდებოდა მოხსნილიყო, დღეს რა არის ის ძირითადი იმპულსი რაც უბიზგებს ადამიანებს რომ მსგავსი უკანონობა ჩაედინონ და მუნიციპალურ სივრცეში მოახდინონ მით უმეტეს თუ იქ ბიზნეს ობიექტზე საუბარი დასაკუთრების მცდელობას კონდეს ადგილი და ზოგადად როგორი არის ეს სისტემა? გავყვეთ სისტემურად. ჩვენ შემთხვევაში როგორც სამშენებლო საქმეების დამხმარებელი ორგანო ჩვენ ვაკონტროლებთ სანებართო ნაწილს. ანუ რო წარმოვიდგინოთ, როცა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი იღებს ნებართვას არქიტექტურის სამსახურისგან გარკვეული ობიექტის მშენებლობაზე, ამ სანებართო პირობების კონტროლს ახორციელებს ჩვენი სამსახური. შემდგომ როცა უკვე დაასრულებს მშენებლობის ნაწილს, ასევე ჩვენი სამსახურია პასუხისმგებლობაში, პასუხისმგებელი ერთი არქიტექტურულ ნაწილმა მისცა თანხმობა რომ ააშენა, მაგრამ მეორე არის სად აშენებს ამისგან თქვენგან ვიზირება, ხო? სწორად აშენებს თუ არა, ანუ ეს უკვე შემდეგი ეტაპი პროექტის შესაბამისად აშენებს თუ არა, ასევე აშენებს თუ არა უსაფრთხოების ნორმების დაცვით და უკვე როცა ააშენებს, შემდგომ მოგმართავს შესაბამისობაში დოკუმენტებს ჩვენ, რომ შემდგომში მშენებლობადამთავრებული ობიექტი მივიღოთ ექსპლუატაციაში. ეს არის სანებართო ნაწილს და ნებართვიან მშენებლობის რაც ეხება და სადაც არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ასევე როგორც აღნიშნე, უნებართვო მშენებლობები. დედაქალაქის მერიის როლი ძალიან დიდი იყო იმ ნაწილში, რომ გამკაცდა მთელი რიგი კანონმდებლობა ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს უნებართვო მშენებლობის როგორც პრევენციას, ასევე აკვეთას და რაც გულისხმობს ამ ნაწილში ძალიან მცირე იყო მანამდე ფინანსური სანქციები, რაც ძირითადად არ იყო შემაკავებელი იმისთვის, რომ ვიღაცას უღირდა გადაეხადა და გაეგზელებინა. წარმოებინათ უნებართვო მშენებლობა. ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ ნაწილს, რომ ათჯერ გაიზარდა ფინანსური სანქციები, ასევე როცა ჩვენ უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში, როცა გვაქვს უფლებამოსილება შევაჩეროთ მშენებლობა, შეუჩერებლობის შემთხვევაში და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ფინანსური სანქციები საკმაოდ მაღალია, ასევე უკვე მეორე შემთხვევაზე დაუმორჩილებლობის ჩვენ შეგვიძლია უკვე სისხლის სამართლის ნაწილია და შესაბამისად იგზავნება პროკურატურაში აღნიშნული ნაწილი, ან მნიშვნელოვნად გამკაცდა ეს მიმართულება. ასევე ექსპლუატაციის ნაწილშიც საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა მერიას კუთხით და ასევე ჩვენი მერიის ინიციატივით მოხდა მთელი რიგი ცვლილებები. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ თუ სამშენებლო ობიექტი არ არის განსაკუთრებით აქ საუბარი გვაქვს მრავალბინიან корпуსებზე, რომელიც თუ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, მათ შეეზღუდათ, ასე ვთქვათ, კომუნიკაციების შეყვანა ექსპლუატაციაში მიღებამდე, რაც იყო დამატებითი мотиваცია და ინტერესი შემდგომში სამშენებლო სექტორისთვის, რომ დაინტერესებული ყოფილიყო, რომ მიიღოთ აღნიშნული ობიექტები ექსპლუატაციაში. ეს ნაწილი საკმაოდ პრობლემური იყო წლების განმავლობაში. 90-იან წლებიდან მოყოლებული ჩვენ დავხვდა მემკვიდრეობა, სადაც მთელი რიგი საცხოვრებელი корпуსები არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული, გარკვეული დარღვევების ნაწარმოები, მშენებლობის პროცესში ნაწარმოები დარღვევების გამო ეს ქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას, თუნდაც იმ ნაწილში, რომ აღნიშნული ქონება უფლებრივად არ არის გამართული და ასე ვთქვათ დასრულებული სახე რადგანაც არ ქონდა რეესტრი შესაბამისად აგრეთვე მამ საცხოვრებელ корпуსებში ქონდათ პრობლემა რომ შეექმნათ ამ ხონაგებები ესარგებლად
სხვადასხვა ტიპის სერვისებით, რომელსაც გამგეობები და მერია თავაზობთ ასევე ამ მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობითი კუთხით. ამ მიმართულებითაც მერიის როლი ძალიან დიდი იყო, რომ ჩვენი ინიციატივით შემუშავდა დროებითი წესი, აღნიშნულ მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების და 2 წლის განმავლობაში ჩვენ მიღებდით განაცხადებს და 1860-მდე მსგავსი ობიექტი მივიღეთ. კორპუსი ხო? ნუ ობიექტი, შენობა. სამშენებლო, მათ შორის იყო ასე ვთქვათ რა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებიც, რომელიც ასე ვთქვათ მივეცით შესაძლებლობა რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რა თქმა უნდა, და შესაბამისი დასკვნების წარმოადგენის შემდგომ ასე ვთქვათ მიგვეღო ექსპლუატაციაში, რაც მისცა შესაძლებლობა მოქალაქეებს დაახლოებით ამ ეტაპზე უკვე ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ამ ნაწილში ამ პროექტის ფარგლებში 30000-ზე მეტ ოჯახს მიეცა საშუალება, რომ უფლებრივად უნაკლო უძრავი ქონება ჰქონდეს და ასევე მიეცათ საშუალება, რომ შექმნან ამ ხონაგობები და ისარგებლონ სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით, რომელსაც ასე ვთქვათ მუნიციპალიტეტი თავაზობს მათ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელიც ასევე მერის ინიციატივა იყო. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებას წარმოადგენს, როგორც აღნიშნეთ, სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მიტაცების, ასე ვთქვათ, და უკანონო დაკავების აღკვეთა. ხშირად სამწუხაროდ წლების განმავლობაში მოგვისმენია, ვთქვათ, და გარკვეულ სოციალურ ფაქტორებსაც უკავშირებენ ამ საკითხს, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტს ძალიან ბევრი პროგრამა აქვს იმისთვის, რომ ხელი შეუწყობს, რომ მოქალაქეებს კონდეს ღირსეული საცხოვრისი. ასევე თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში არსებული პრობლემები და იმ ძიმე მემკვიდრეობა, რაც დახვდა მერიას, ამის მოგვარება დაიწყო 2018 წლიდან და ძალიან ბევრი ინიციატივა იქნა წარდგენილი. ეს ეხება როგორც კოოპერატიული ბინაშენობით დაზარალებული მოქალაქეებისთვის პრობლემების მოგვარებას, ეს ეხება გარკვეული არაკეთილსინდისიერი კომპანიების მიერ დაუმთავრებული 1000-ობით ოჯახი, რომელსაც უკვე შესაძლოა მიეცა, რომ მიიღოს მინა. ასევე უსაკაროების ბინებით დაკმაყოფილების ცალკე პროგრამა შეიქმნა, რომლის ფარგლებში შეიქმნა უსაკაროთა რეესტრი და ეტაპობრივად ხდება ამ ადამიანების ბინების გადაცემა. ასევე ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მერია ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვთქვათ, ქონდა გარკვეული უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე პრობლემები, გირების დაკმაყოფილების ნაწილი. სისტემური რეგისტრაციის ნაწილი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიწების ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ხორციელდება ერთობლივად მერის და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. ეს მთელი რიგი პროგრამები და ღონისძიებებია, რომელიც სწორედ ამ საკითხების მოგვარებას ემსახურება. ამის პარალელურად ჩვენ ვაწყდებით სამწუხარო ფაქტებს, როცა გარკვეული ორგანიზებული ჯგუფები, მემიტყოდი სწორედ ესე არის, ნამდვილად და ეს არ არის ხშირ შემთხვევაში როგორც წარმოაჩენენ ხოლმე შეჭირვებული მოქალაქეების და სოციალური დაუცველი მოქალაქეები, ორგანიზებული ჯგუფები ცდილობენ, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი გზებით დაიკავონ სახელმწიფო ქონება, შემდგომ იქ აწარმოონ უკანონო მშენებლობები და ასე ვთქვათ, შემდგომში გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ძალიან ბევრი ადამიანის შეყავთ შემდგომ შეცდომაში, ყავს დაზარალებული ადამიანები, ვინც ყიდულობენ შემდგომ ასეთ ბინებს? ასეთ ვთქვათ, ბინები არ არის, ეს არის გარკვეული მცირე ტიპის ობიექტები. ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტური ღონისძიებები ვახორციელებთ და სწორედ ამის დასტურია ის, რომ კონტროლი გვაქვს დაწესებული ამ კუთხით და არაერთი სპეციალური ღონისძიება განახორციელა ინსპექციამ, ჩვენმა სამსახურმა და დღეს სამწუხარო ფაქტების გვაქვს, როცა რეკრეაციულ სივრცეებში ხდება მსგავსი ფაქტები და იქ ასევე მხოლოდ მშენებლობის ნაწილი არ არის, ასევე მცდელობები არის, რომ უკანონოდ, რა თქმა უნდა, ხელმცენარეების გაჩეხვის და დაზიანების ფაქტები ამის პარალელურად. ყველა ეს ამ ფაქტთან მიმართებით ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, მკაცრი რეაგირება, შესაბამისი მექანიზმები, როგორც სამართლებრივი,
ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ნაწილში უზრუნველყოფთ როგორც რეაგირებას, ასევე ამ რეაგირების ფაქტებში ხდება შემდგომში ამ ნაწილის პრევენცია. რომ შევაჯამოთ მთლიანად სამშენებლო ნაწილთან დაკავშირებული საკითხი, სწორედ ეს არის ის ძირითადი მიმართულებები სამშენებლო კუთხით, რასაც ჩვენი სამსახური რა თქმა უნდა მთლიანად ერთობლივად მერიასთან ერთად ვახორციელებთ. ნებართვიანი როგორც ნებართვიანი მშენებლობის კუთხით, უნებართვო მშენებლობის მიმართულებით, ასე უსაფრთხოების კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ სამშენებლო ობიექტებზე ფაქტიურად უკვე აღარ არის ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც სწორედ უსაფრთხოების ნორმების დაცვის დარღვევის გამო ჰქონდა, და ესეც ამ ნაწილში ძალიან დიდი როლი იყო ჩვენი სამსახურის, იმიტომ რომ საკმაოდ გამკაცრებული გვაქვს ეს მიმართულება და ყველა მშენებლობაზე ხორციელდება სისტემატიური მონიტორინგი, რომ დაცული იყოს სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები. ამ ნაწილშიც, ასე ვთქვათ, კონტროლი ხორციელდება და გაგრძელდება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც პროცესის უსაფრთხოება, ასევე რა თქმა უნდა, აქ მოქალაქების ჯანმრთელობას და ვთქვათ, უკავშირდება და მათ სიცოცხლეს უკავშირდება, იმიტომ რომ სამუშაო პროცესში მათ კონდეთ უსაფრთხო გარემო და ათასობით ადამიანია დასაქმებული, როგორ მოგეხსენებათ სამშენებლო სექტორში. კი ბატონო. და მithumetes სამშენებლო უსაფრთხოების თემატიკა უკვე არ არის ახალი ხელი და ძალიან აქტუალური და ბუნებრივი ნაწილად იქცა უკვე. ეს ალბათ მნიშვნელოვანია. მინდა დავუბრუნდე ის უკანონო მშენებლობის ნაწილს. თქვენ ძალიან ბევრი მექანიზმი ჩამოთვალეთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით ხელი შეეწყოთ, რომ და ბიძგი არ იყოს ამ საკანონმდებლო ბარიერებიდან გამომდინარე, რომ უკანონოდ ეცადოს მიწის ათვისებას. და აღნიშნეთ, რომ რეკრეაციულ სივრცეშიც ხდება ხოლმე მსგავსი ნაგებობის აშენება. ხო, აი ლოგიკას ვერ ხვდები. თუ არქიტექტურის სამსახურისგან სანამ არ აიღებს, თქვათ, ნებართვას, რომ თქვათ, აი ასეთი ფორმის სახლს ააშენებს და ვიზირებული არ იქნება თქვენი სამსახურიდან აშენებს შენობას, რომელიც ჯერ ერთის მხრივ არ არის რეგისტრირებული და მწვანე ანთებული, ასე ვთქვათ, არქიტექტურული სამსახურიდან მუნიციპალიტეტის. ეს ერთი. მეორე, მიდის და აშენებს ნაგებობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მესამე, თქვენ ამბობთ, რომ ხდება წარმოჩენა როგორც სოციალურად დაუცველი და სოციალურად დაუცველი, თქვენ სისწრაფეზე და თემზე საუბრობდით, სწრაფად რაღაცას არ ააშენებს, იმიტომ რომ აშკარად მოსწრებაზეა სიტუაცია და ცდილობენ, რომ ნაგებობა იდგეს. მოკლედ ორ კითხვას ვაერთიანებ. ერთი, თუ არქიტექტურული სამსახურის მხრიდან არ აქვს ნებართვა იმ ფორმას, როგორ აძლევს. მეორე, რისი იმედი აქვს, როდესაც ორგანიზებული ჯგუფი, როგორც ამბობთ, ადამიანთა შედის და სახელმწიფოს თუ მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე იცის, რომ უკანონოდ აშენებს, ანუ რაღაცის ლოგიკა ხო უნდა ქონდეს, რაღაცის იმედი. და ადრე იყო განსა, რომ თუ ააშენა, მორჩა ამას მერე არ დაგვინგრევენ. თუ ააშენა და უკანონოა, მერე რა ხდება? ანუ მოკლედ, რისი იმედი აქვს და მოცემულობა როგორია? ლოგიკაში ჯდება ვერ ხვდები. გავყოთ ეს ნაწილი, ერთი ნაწილი თქვენ რაც აქვს, ნებართვის ნაწილი რაც არის, ანუ ნებართვას გაიცემა, რა თქმა უნდა, მხოლოდ კერძო საკუთრებაში თუ აქვს მიწის ნაკვეთი, იქ შეუძლია მოიპოვოს რა თქმა უნდა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ნებართვის ნაწილი, თუმცა ის ნაწილი რაც თქვენ მეორე ნაწილი რაც გულისხმობს სახელმწიფო მიწის დაკავების ცდილობები რასაც არის, ცდილობებს დავარქვევ, იმიტომ რომ დიდი ნაწილი ის თქვათ ჩვენ ყველა ნაწილზე რეაგირებას დაკვეთილია და რეაგირებას ვახდენთ ამ ნაწილში. Ну, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ არაკეთილსინდისი მიდგომაზე, მცდელობაზე, ძირითადად ეს ხორციელდება და მცდელობები აქვს შემოერთებულ ტერიტორიაზე და იმედი იმისა, რომ ქალაქისთვის ახლა შემოერთებულ ტერიტორიაზე და განაპირას რადგან არის იმედი იმისა, რომ თქვათ კონტროლი ნაკლებია. სამსახური ვერ შეძლებს რეაგირებას ალბათ ამ იმედით. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 50-ზე მეტი 300-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს მუნიციპალურ ინსპექციაში ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში. 50-ზე მეტი ეკიპაჟი ყავს დედაქალაქში. ასევე
გვაქვს სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ჩვენ ასე ვთქვათ, ოპერატიულად რეაგირებთ ყველა მსგავს ნაწილზე. ასევე ჩვენ გვაქვს სრული უფლებამოსილება, როცა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, არა მარტო ვთქვათ შეჩერების სამართლებრივი რეაგირების ასე, აგრეთვე შეგვიძლია შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვათ, მათ შორის დემონტაჟის კუთხით. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის ნაწილი, რომ მთელი რიგი სანებართო ნაწილში ნებართობის მიღების კუთხით მთელი რიგი პროცედურები გამარტივდა, ეს როცა ინდივიდუალურ სახლებს ეხება, როცა ადამიანს აქვს კერძო საკუთრებაში მიწა და სურს გარკვეული ტიპის მშენებლობა აწარმოოს. ასევე გამარტივებულია ინდივიდუალურ სახლების შემთხვევაში შემდგომში ექსპლუატაციაში მიღების პროცესის არსებობს აგრეთვე სხვადასხვა ტიპის დაჩქარებული სერვისები ამ მიმართულებით. ამიტომ მე მოუწოდებდი ყველა მოქალაქეს, რომ დაემორჩილონ კანონს და იმ შემთხვევაში, როცა აქვთ თქვათ, თუნდაც კერძო საკუთრებაში მიწა, მიმართონ შესაბამის სამსახურებს ნებართვის ასაღებად. ასევე იმ ნაწილში, სადაც ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, სამწუხარო ფაქტები, როცა არის მცდელობები სახელმწიფო მიწების დაკავების, უკანონოდ დაკავების, რა თქმა უნდა, და შემდგომ გარკვეული ტიპის აქ ზარალდება არა მარტო სახელმწიფო, აქ ზარალდება ასევე ის ადამიანები, ვის შეცდომაში შეყავთ შემდგომ და მე არის გარკვეული მცდელობები, რომ ანუ სამართლებრივადაც იკარგება ის ადამიანი, თუ ფართს ყიდის, რომელიც უკანონოა, ზარალდება ყველა, როგორც კომპენსაციის ნაწილიც ვეღარ იარსებობს. სახელმწიფოს კუთხით, მუნიციპალიტეტის კუთხით, ასევე ის ადამიანები, ვინც შეცდომაში შეყავთ და ვინც შეიძლება ვთქვათ, შემდგომ გაასხვისონ და გარკვეული ფინანსური სარგებლობის კუთხით. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობთ და ასე ვთქვათ, ეფექტური კონტროლი გვაქვს ამ კუთხით. ეს რაც შეეხება მშენებლობების ნაწილს. გარდა ამისა, ჩვენი სამსახურის საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვას, არჩენების დანაგვიანების კონტროლს. სწორედ ეს კითხვა მქონდა, თქვენ შემოერთებული ტერიტორიები ბრძანეთ და თბილისის სივრცე ძალიან გაიზარდა. ერთია უკანონო ჩენებარე, მით უმეტეს იქ საუბარი არ არის პატარა სახლზე, ხო? უკანონო ჩენებლობის შემთხვევაში დიდ ნაგებობაზე და მისი შემჩნევა გარდა თქვენი სამსახურის წარმომადგენლებისა და იმ შესაძლებლობებისა, რაც გაქვთ, ასევე ცხელი ხაზით არსებობს დარწმუნებული ვარ და მოქალაქეთა ჩართულობაც იქნება, ხო? ალბათ მას დიდი მნიშვნელობა აქვს. და ეს ადვილად შენიშვნადია, ასე ვთქვათ, მაგრამ სამშენებლო ნარჩენების აი ესეთ ნაკლებად დასახლებულ ადგილებში მიყრა ძნელად შესამჩნევია და იქ დაყრის გარდა ქალაქშიც კი ნაგვის ყუთთან სადაც თქვა ყოველდღიურ ნარჩენი მიდის, იქაც ინერტულ მასალასაც ნახულობთ. აი ამ მათი კონტროლის რა მექანიზმი არსებობს? ნარჩენების მიმართულება ჩვენი ძალიან პრიორიტეტული მიმართულება კონტროლია ამ მიმართულებით ნარჩენების დანაგვიანების კონტროლი. აქაც ჩვენ ასე ვთქვათ, ერთი ნაწილი არის სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ნაწილი, როცა არის ამის ფაქტები ჩვენ დაახლოებით მიმდინარე წელს მხოლოდ 2.200.000-ზე მეტი ფინანსური სანქცია გვაქვს გაცემული და 1000-ზე მეტი მსგავსი ფაქტი გვაქვს გამოვლენილი. აქაც თქვენ აღნიშნეთ შემოერთებული ტერიტორიები, რეკრეაციული სივრცეები, სადაც კონტროლის კუთხით ჩვენ გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, შორის ფოტოხაბანგები, იმისთვის რომ ოპერატიულად გამოვლინდეს, აგრეთვე ყავს შესაბამისი ეკიპაჟები და ინტენსიურ მონიტორინგს ვახორციელებთ. დღეს შემიძლია თამამად თქვა, რომ სრული კონტროლი გვაქვს ამ მიმართულებით და ძალიან იშვიათია, ასე ვთქვათ, ისეთი ფაქტები, სადაც შეიძლება ჩვენ ვერ მოვახერხოთ რეაგირების ან გამოვლენა, ან რეაგირება. ეს არ არის მხოლოდ შემოერთებული ტერიტორიები და რეკრეაციული სივრცეები აქ დედაქალაქში. ხშირი ფაქტები გვაქვს, როცა ასევე ხდება ქუჩების დაბინძურება, ბეტონზიდების მიერ ბეტონის დააყრა და ასე ვთქვათ, დაზიანება, ასე ვთქვათ, ახლად რეაბილიტირებული ქუჩების, ასევე სამშენებლო ობიექტებიდან გაუგრიცხავი და ასე ვთქვათ, შესაბამისად სამშენებლო ტექნიკა როცა გამოდის და აბინძურებს მოუწესრიგებელი, ასევე გადაუხურავი ამტვრევადი მასალების ტრანსპორტირება როცა ხდება და არის შესაბამისად გადახურული და ეს იწვევს გარემოს დაბინძურებას.
აგრეთვე იმ ნაწილში, როცა გარკვეული ტიპის კომერციული ობიექტები ცდილობენ, თქვათ, ნარჩენის მოშორების უკანონოდ განახორციელონ, ამ ნაწილზეც ეფექტური კონტროლი გვაქვს. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენ ორიენტირებული ვართ არა მხოლოდ თქვათ ფინანსური სანქციების გატარებაზე, არამედ იმაზე, რომ მოხდეს ამ ფაქტების შემდგომში, გამოვლენილი ფაქტების შემდგომ მოწესრიგება იმ ტერიტორიების და შესაბამისად ყველა სამართალდამღვრელს ჩვენ ვავალებთ, რომ მოაწესრიგონ აღნიშნული ტერიტორიები. აგრეთვე ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ პრევენცია მოხდეს მსგავსი ფაქტების. სწორედ ეს ფინანსური სანქციები, მექანიზმები, რაც ჩვენ გვაქვს, გვეხმარება იმაში, რომ შევამციროთ მსგავსი ტიპის სამართალდამღვრელების რაოდენობა და ასევე მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში გვაქვს ყველა მექანიზმი იმისი, რომ გამოვასწორებინოთ ისე, რომ მოვაწესრიგოთ აღნიშნული ტერიტორიები. გარდა ამისა, ჩვენი სამსახურის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გვაქვს ასევე იერსახის ნაწილზე, როცა იერსახის გარკვეული ტიპის დამახინჯების ცელობები არის. გარე რეკლამის კონტროლი, გარე ვაჭრობის კონტროლი, აკუსტიკური ხმაურის მიმართულება, ასევე ჩვენი მიმართულება. რაც საფულში არის ხოლმე აქტიური და ჩვენ ამ ხმაურის მიმართულება და ბოლოს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც გვაქვს ჩვენ სამსახურს არის ექსპლუატაციაში მიღება დასრულებული შენობების. მინდა აღვნიშნო, რომ 2024 წელს დაახლოებით 60%-ით გაიზარდა შენობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ვინაიდან ექსპლუატაციაში მიღება უკვე ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული შენებლობა ნაწარმოებია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ზის ყველა საგანმდებლო ჩარჩოში არის, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო. კი ბატონო გოგი, მადლობა. მესმის რომ კიდე ბევრი მიმართულებით მუშაობს თქვენი სამსახური, მაგრამ ჩვენ ძირითადად სამ თემატიკაზე მოვახერხეთ დიალოგი. მადლობა სტუმრობისთვის. რადიოდის მენელს შევახსენებ, რომ ჩვენ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს ბატონ გოგი ჩიკოვანს მასპინძლობდით. მასთან დიალოგი აერთვება რადიომედის Facebook გვერდზე. 11 საათი 42 წუთი გახლავთ და წინ სპორტის სიახლეების მორიგი გამოშვება გელოდებათ დროებით.